საზოგადოებასთან. ვერცი წინაში ამბობ მაგას შეცდომისგან არავინ დაცული არა ვარ. ვინა? 50 წელს შევა დღესაც აბა მე უნდა პირველმა დავინახო ჩემი შეცდომა და შემწხოს და მე გიგითხა და ესე ცხოვრება. მით უმეტეს ხელისუფლებაში ვარიან, რა თქმა უნდა შეცდებოდა. ეხლა განკითხვაში ვარ და მე ვამბობ ფაქტი. პირველი გადაცემები როგორ დაიწყო, რაც ვილაპარაკე, იმიტომ აღარ ვილაპარაკო. სულ ამაზე იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ ფიქრობდით, რომ აი ამაში შეიძლება ეს რა მოხდა თქვი, რომ ერთი სახლია. თქვი რომ ვერ გავაკეთე, არ გამოვიდა. აი მე რა არის? ერთ საქმეს არ ვაკეთებ ხოლმე. ერთი ოჯახი არ უნდა ამოშენოთ ხოლმე. იმას რატო გონია რომ მე არ მინდა ამ ოჯახის აშენება და მაინც იმის აშენებული უნდა ხალხი. პიროსმანი მაგ ნანახი ნიკუშასთან ერთი და მაინტერესებს როდის წამოიღო. და რომელი მუზეუმიდან. აი ხუმრობა იქით იყოს რა თქმა უნდა. თემაზე no comment. No comment. დღეს ბატონი ჩვენი უსაყვარლესი მსახიობის ბატონი რამაჩხიკვაძის დაბადების დღე გახლავთ და მინდა რომ ტელეგული და სული მოულოცოთ და რა ვიცი ესეთი ბუმბერაზი ქართველები რომელსაც დიდი ხანი სიცოცხლე რა ვიცი და ისეთ საქართველოში ცხოვრება როგორც თქვენ მოისურვებთ ბატონო რამაზ და როგორც თქვენ გინატრიათ ყოფილიყოს ცოტა ხანში. ფასეული ქართველები ხო ახალი წლის წინა დღეებში გადიან ხოლმე ამ ფილმებად, ან მოწვეულებად, ანუ ეს ის ხალხი ვინც მალამოებს და თაფლებს აწყობს ახალ წელს უნდა შეაფასო, ხო? აბა ვინ არის? აბა ეხლა ახალ წელს ამინუსელი თუ არა მოუნა კლიშკა შეუცვალ ტელევიზიაში მე თაფლიკაცი. ზეღვარული იძახი და რა კარ ხო აბა გოდა რა ხდება? ჩვენ ისი ქვეყანა ვართ, იცი? წუთი სოფელი ეს დღეს გამევთენენ და რაც ტრობას დაუნგრევას. მე მგონია ერთადერთი მაშინები არის ზეღვარული მაშინები. დღეს ერთი დაჩაგული ჩოვიდა, კახელი კაცი მოვიდა, ბიჭო, აუტო კაკაშვილი, რა მაგარი კახელი კაცია იყოს, რა ვიცი, რა. აიმაზე მოვიდა. აი ხო, აი სარეული კაცია. რა საჭმელს აკეთებ ყველაზე კარგად? რა ვიცი, შვილო, თუ თბილისში ერთი და ორი იყო რაღაც ხელოსნები, ერთ-ერთი მეცვითლებოდი. ვიცი ეგამოვიდა. ერთხელ მსახიობები მოვიდნენ რა. აი ეს კახი კავსაძე, გივი ბეიკაში, ესენი დადიოდნენ ხოლმე ჩვენთან და მითხრესო, ჩვენო წვადი საჭმელათო, ბულაჩაურში დავდივართო რა და. აქაცა ვაქესო, რომ აი წვადი ყოფილაო და ამო მოდიოდა ის იყო კიდე ხშირი სტუმარი კაცო ლოლაშვილი ჟანრი ხო აბა თეორია კი გონი წარმოშობით ჩვენებურია კაცო ფიზიკალია რა აი ქონდა რა დუქანი თავის და ჯერის ხო დაუნგრიეს რაღაცა ბიჭო რაღაცა დაიკანონა რაღაცა თავით თვითონ მერიამ დაუკანონა ეს რაღაცა და დაჟე კლიპშიც გადაიღეს რუსთავი ორზე რომ აი როგორ აძლევს ხელისუფლება და მერია და რაღაცა და აი პრეზიდენტი მიწევს და როგორ უკანონებს აუკლებში გადაიღეს და ცოტა ხანში მიუვარდნენ და ართმევენ. ჯერ მერია ართმევენ და ეხა პროკურატურა ართმევს, პროკურატურაში დაუბარებიათ. რას არ როლს ართმევენ თუ სახლ და როლს თუ მიწას ართმევენ. თუ ველაპარაკებოდი ხო? აი ადამიანს სახელზე აწერია რომ აი რაც არ უნდა იყოს და აი არ მანახოს ან ერთი საბუთი იყვნენ მეორე საბუთი თუ 100 სურათი. აი იგივე მჯერა რომ მართალი კაცია რა. რო გავდივარ, ცოლს ეტყვი ხოლმე რომ თუ აღარ მოვედი სახში ამიკითხეთ მეთქი ან რავი ან რავი შარი არაფერი არ მოგიკითხავთ ჩვენ მოგიკითხავთ ორშაბათს აი ეგრეა რომელ საათზე მიგზანდებით 3 საათზე უნდა ვიყო იქაში ჩვენ მოგიკითხავთ საღამოთი პირდაპირ და აეროპორტში დაიძები ისე გააკეთეს ხო სადგური რამდენი ბილეთია იცი რაც გააკეთეს იმის მერე გაყიდული 3 არ გაამართლა. იცი რა? ეგ მეგონა მუშტაეთში შევიდო. არ გაამართლა, მაგარი, აი 13 გოგიანონი თელავში დირექტორია და ხალით ხელი ათო არა გაქვთ რა. კაცო ქონდაო, მაგრამ არ გაამართლა. არ გაამართლა. კაბრიოლეტი აეროპორტია. ფეხით ნელ-ნელა ჩახვალ. Ay, sadu кабриолет. Уеду куда-нибудь. Если вспомнишь, меня забудь, а вернешься, меня теснее, да я сяду в кабриолет. Кабриолет. Да, არქოს კაბриолет. ჩვენ ყოველდღიურად გავაკეთოთ საქმე რაღაცა, რომელიც აი რაზეც ვილაპარაკეთ და
რაც აი ამ კონტექსტში იხილება, რომ მართლა გავხდეთ ქვეყნის პატრონები და მართლა განვიცადოთ ეს ყველაფერი და მართლა რაღაცას ვაზიაროთ ჩვენი შვილებიც ესეც ისიც რომ ეს არის შენი ქვეყანა. ეს კი არ არის რაც არის კომპიუტერი და ესეც. აიღონ აზე. შეუძლებელია შეგიყვარდეს რაღაცა თუ არ შეეხე, ხო? მე მაგალითად ჩემი ქვეყანა მიყვარს, მადლიერი ვარ, მამა ჩემის და ჩემის ვარ 14 წელს გამაგდეს და დავუბრუნებლობ 15 წელს ბიჭი. ფეხით მოვიარეთ ყველაფერი, ხო? ჩემთვის. ქართლის დედა ეს კი არ არის, ხმალი და ჯამით მოდგას იქ. ქართლის დედა ეს მოხუცი ქალი, პატარა სკამები წოდიან ბაღებში, როგორ სწორდებოდნენ. როგორ შეხვდებოდნენ, რა გვინოს გამოგიტანდნენ. აი ხა მე გეტყვი მაშინ განიცდი იმ ადამიანის ბედს, როცა ეს დანახული გაგესმის. ესე რაღაცნაირი დრო არა, რაღაცნაირად დაკრეს ხალხი, არ ვიცი. თითქოს ვერ ახედავენ გარემოს, ვიცი? აი ესე არის. მაგად ბრალი კი არ არის. გადიან შაშოვარზე, შემოდიან, ესეთ ისმის, ეს დუხჭირი გაგება. აი ამ ხელა საქართველოს მოსახლეობიდან შენებობ აი ამ ხელა ადამიანების ფიქს, რასაც ფიქრობ შენ. დანარჩენი აი ეს ამ ხელა ნაწილი, ხო? შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანები არიან, რომლებიც მიუხედავად თავისი განათლებისა, პროფესიისა, პროფესიონალობისა, ვერაფერს ვერ აკეთებენ და პირველივე აი სადაც წააწყდებიან რომ შეიძლება ფული შეუნა, იქ შეულობენ ფულს რომ სახში მივიდნენ და რაღაცა გან. ეხლა ესე იგი ტრაგედიები თუ დაიწერება მარტო რა. რა ქნა საწყლე. ეს ყველაზე მართალი სიტყვა ხო ეხლა დღეს არის დრო, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის რა. თუ აი აქედან, აი იმ ბავშვობიდან, იმ სამი მუშკეტერიდან თუნდაც არ დავიწყებთ რომ აი აქედან რა, რომ ის კი არ იქნება რომ ძალაერთობაშია, როგორც გერბზე უწერიათ და არაფერს არ აკეთებენ საამისოდ, როცა იქნება ძმაც მისთვისაო და შავი დღისთვისაო, აი აქედან თუ დავიწყებთ, მაშინ ყველაფერი მაგრად იქნება რა. ეგ ადვილი შესაძლებელი არ არის? ვინ იძახს? არა, ადვილი შესაძლებელი შეიძლება გახდეს იმის შემდეგ თუ ჯერ უზენაესი რამის გწავს, ანუ ღმერთის და სიყვარულის რა. რა თქმა უნდა. მე არის ყველაფერი. რამდენად ქრისტიანები ვართ, მაშინ აქედან დავიწყოთ რა. ანუ ეს საერთოდ აი აქედან დავიწყოთ და მე გავყვეთ რასაც გინდა. ძალიან ბევრი გვიკლია ნამდვილ ქრისტიანს. ჩვენ ასე ვლაპარაკობთ, რომ გვაკლია სიყვარული, ხო და სიყვარულის მაგას გეუბნები. ეს მაცხოვარი, ზუსტად ეს მაცხოვარი უდრის სიყვარული. შეიძლება სიყვარული აი, ხო, რამდენად ეკლესიურები ვართ. სიყვარულისთვის მოქმედება გვაკლია. სიყვარულის მოქმედება გვაკლია, ხო? შენ უნდა ეს მიიტანო დაეხმარო გააკეთო. და უნდა დაიცვა ამავე დროს. როგორ უნდა გააკეთო, ნათქვამი, ეს იქეთ ქვაზო დადო გაიარო. გაიარო. ო, მაგრამ აი არიან ეგეთი ადამიანებიც არიან, იბარებენ ჟურნალისტებს, პირველ ახსნე და ეუბნებიან, რომ მოდი ახლა რა გამოკითხო ჩაატარე და ეკლესია გაამარგინალე რა. და ამაში მოგცემ 25 ვერ. 35 ვინც მართავს რა დღეს რა უთხრა. ეს სულთან მაგაცრა. შენ იცი რაზეა თუ 1000 დოლარს ვაძლევ გლეხებს პენსიას რა რაღაცა. მოუმატე რა არ ყოფნის. ამ თემაზე რო იყო რაზე ხარ ნიკვის ლაპარაკი და არა იმაზე რომ 7 კაპის ნუაძლევ, 7 კაპის არაფერში არ ეყოფა. 1000 დოლარს ვაძლევდნენ, გლეხი გეტყვის ნუ მამიმატებს მეყოფო. აი რა არის, აი გეთახმები, მაგრამ ძალიან ძნელია სიყვარულის კეთება თუ სათავეში ბოროტებაა. და თუ სათავეში სიყვარულია, მაშინ ძალიან ადვილია სიყვარული. თუ ის არის პირველი მაგალითის მიმცემი და იმის მერე სულ სიყვარული მოდის, ამასაც უიოლდება. და თუ ის ბოროტება, ამასაც ძალიან უძნელდება ამის კეთება. დაუზაში. ბუდუ! ბუდუ!